თქვენ დაუკავშირდით საინფორმაციო ცენტრს 1600. თვის უკან პირველად დამიბარეს რა მოვიდნენ და ეზოდან წამიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ განყოფილებაში, შინაგან საქმეთა განყოფილებაში შემიყვანეს რომელიღაც გამომძიებელს სთხოვეს კაბინეტი და მან დაუთმეს კაბინეტი და იმ კაბინეტში მესაუბრნენ და მითხრეს რომ წვრთნელობა შეგიძლია გააგრძელო, მხოლოდ რელიგიური მქადაგებლობა, ეს მოწოდება უნდა შეწყვეტო. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ 6-ის ნახევარზე არის ლოცვის დრო და ზოგი რჩება, ვისაც აინტერესებს რელიგია და გრძელდება რელიგიური რაც კითხვა-პასუხები. რა არის ამაში დარღვევა? გადანა? ამაში დარღვევა რა არის? კანონის დარღვევა არანაირი. კაი, მე რა გითხრეს, ანუ გამოძიებლის ოთახში რომ მიბრძანდით? და შეწყვიტო ესო მითხრეს. რაზეც მე ვარი განოცხადე, იმიტომ რომ ყურანში ღმერთი მიბრძანებს რომ ეს უნდა გავაკეთო მე და ეს არის ღმერთის ბრძანება და აქედან გამომდინარე ადამიანების მუქარა და რაღაც საშიშროება ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მე პირველ რიგში ვასრულებ ღმერთის ბრძანებას და შემდეგ რა თქმა უნდა რაც უნდა შეასრულოს ქართველმა ადამიანმა. კარგი, კიდევ იყო ამის გარდა რამე დაბარება ან მოწოდება და წინადადება? შემდეგ 20 დღის მერე ეს განმეორდა და მითხრეს რომ ახლა უკვე არა მარტო რელიგიური მოწოდება, არამედ უკვე ვარჯიშიც უნდა შეწყვეტო. რა თქმა უნდა, ეს ვერც ამაზე ვერ შევთანხმდით. წვრთნა? ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ჩემი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მაქვს ეს დარბაზი, ამიტომ სახელმწიფოს არ განიკუთვნება, აქედან გამომდინარე, ოფიციალურად ვერავინ მე ამას ვერ ამიგრძალავდა. ვინ მოგთხოვათ ეს? ეს მეორეც დაგიბარეს? მეორეც იგივე ხალხმა, იგივე პიროვნებებმა, იგივე განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში. რა თქმა უნდა, პოლიციის განყოფილებაში, რა თქმა უნდა. კარგი. მე როდესაც იმ განყოფილებაში ისინი არ მუშაობდნენ. და ვინ იყვნენ? მათ მითხრეს რომ ესენი იყვნენ უსაფრთხოების სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დაცემ. კარგი, და როგორ შეთანხმდით ბოლოს? ვერც მაგაზე ვერ შევთანხმდით, რა თქმა უნდა, და მათ შემდეგ დაიწყეს უკვე მოსწავლეების და მათი მშობლების დაშინება. კერძოდ მაგალითად ძმები ჭელიძნები, რომელიც ერთმა აღარ მოვიდა უკვე ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტა და მეორემ საერთოდ დატოვა საქართველოს, უკრაინაში გადავიდა სავარჯიშოდ, იქ აგრძელებს ვარჯიშს და ბიძაშვილები არიან კიდე ქათამაზნები, რომლებმაც საერთოდ აღარ მოვიდნენ ვარჯიშს. კაი, კიდევ? დანარჩენები ჯერჯერობით არიან დადიან. თქვენ ფიქრობთ, რომ იგივე წულუკიძის მიმართ ეს წინაღობა რაც იყო, აი თქვენი ანუ ამას კავშირი აქვს ერთმანეთთან? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველ დაკითხვის დროს იყო ნახსენები ფირუზი წულუკიძე, მისი ძმა რეზო წულუკიძე, რომელიც არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მე მგონი დაიბარეს ისიც, მასთან ერთად დაიბარეს ისევ იმ დღესვე დაიბარეს ჩემი შვილი გია ბახუნტარაძე და მასაც იგივე შეზღუდვები ჰქონდა და იგივე პრობლემები ჰქონდა, რაც მე ამ ჩამოთვალე ესენ ამათმა მოსინჯეს ქვეყნიდან გასვლა, ეს კი არ მოსინჯეს რაღაც საქმიანობის შესახებ უნდათ გასვლა თურქეთის ტერიტორიაზე და ისინი არ გაუშვეს გამოდენები პიროვნება, რომელიც ჩვენ ერთ სარწმუნოების ერთ-ერთ იმას წარმოადგენდა. რა სარწმუნოების მიმდინარე? მუსლიმანები ვართ. ვაჰაბიტებთან რამე კავშირი გააქვთ, რასაც გაბრალებენ? მე არ მესმის ეს რას. არა, მე არ ვიცი, პოლიცია არ ამბობს, რომ ვაჰაბიტი ხარ თუ არაო, კითხვა ხო ასე მდგომარეობს. მე ზუსტად ვაჰაბიტები ხარ თუ თქვენო და შენო ზრდი ადამიანებსო, რომელი ადამიანებისთვისაცო საქართველოს პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი, ეს არის მეათეხარისხოვანი. რაზედაც მე რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მე თვითონ სამი ომის მონაწილე ვარ საქართველოში, რაც ომები ჩატარებულა, ყველაში მონაწილეობა მიღებული და ყოველ შემთხვევაში იმის გამო რომ წვერი მაქვს, მე
ღმერთსმადლობა რომ ქართულად გამოჩინა ღმერთმა და ღმერთსმადლობა რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქართულად მეტყველებდა ამ საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი ვარ და ვერავინ ვერ მიტყვის იმას რომ ჩემზე უკეთესი ქართველია რომელიმე იმათთაგანი რომელმაც მე დამკითხვა რის გამოიდევნებით ისლამის გამო დამას არ ფარავენ და პირდაპირ გეუბნები რაც მე უკვე ასეთ ფაქტებს ადგილი ქონდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლამდე ასე ღიად და მასობრივად არა ну საზღვარზე გავლის დროს კი იყო შეყოვნებები და დიდი ხანი გვალოდინებდნენ მაგრამ ისე რომ მოსულიყვნენ ჩვენთან და ეთქვათ რომ მე შეწყვიტე რელიგიური მქადაგებლობა და შეწყვიტე ის და შეწყვიტე ეს და რაღაც შეზღუდვები მქონოდა ესეთნაირი რაღაცა არ მქონდა